კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კომერსანტის დილა ეთერში და ამჯერად ჩვენი რუბრიკის კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. ამ რუბრიკის დროა, რომლის ფარგლებში, როგორც დავანონსეთ, ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, რომლის შესახებ უფრო მეც ჩვენი სტუმარი გვეტყვით სლავა ფეტელავა, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის უფროსია ჩვენთან სტუმრად სტუდიაში. მოგესალმებით ბატონ სლავა, მადლობა მოგზანებისთვის. მოგესალმებით თქვენს მსმენელებს. მადლობა კიდევ ერთხელ და მე გადაცემის დასაწყისში და ჩვენი გადაცემის განმავლობაში დავანონსეთ, რომ უნდა ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებაზე, რაც მიიღო კონკურენციის სააგენტომ რუსთავის ავტობაზრობასთან დაკავშირებით, რომლის მიმართ მიღებული არის დაჯარიმების გადაწყვეტილება, თუმცა მოდით სულ თავიდან დავიწყოთ, ხომ რა ეტაპები გაიარა სააგენტომ შესწავლის განმავლობაში და საბოლოო ჯამში რა დადგინდა, რა დარღვევა დადგინდა, რის გამოც მოკლედ საბოლოო ჯამში მოხდა რუსთავის ავტობაზრობის დაჯარიმება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით თქვენს მსმენელებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და რაც შეეხება უშუალოდ კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს მიერ მიღებულ სულ რამოდენიმე კვირის უკან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 14 მაისს იქნა მიღებული. გადაწყვეტილება ეხებოდა რუსთავის ავტობაზრობასა და ასევე ესე იგი მიკადო ჯორჯიას კომპანიას, რომლებიც საბოლოო ჯამში მოკლევის ფარგლებში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს მიერ მიჩნეულ იქნენ ურთიერთდაკავშირებულ კომპანიებად, ერთიანი ეკონომიკურ აგენტად და შესაბამისად მათ მიმართ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დომინანტური მდგომარეობის ბროდად გამოყენებას გულისხმობს და რომელიც უშუალოდ ესე იგი შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასისა და ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების ფიქსირებას დადგენას ესე იგი გულისხმობდა. შესაბამისად ამ კომპანიების მიმართ კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ დაარღვევა და ფიქსირა ჭარბი ფასის ნაწილი, რომელიც თავისთავად ჭარბი ფასი არ წარმოადგენს ესე იგი დარღვევას, თუ რა თქმა უნდა ის არ იქნება არასამართლიანი თავისთავად ან არასამართლიანი კონკურენტი კომპანიების ფასებთან მიმართებით. კი ბატონო, აი ჯარიმის მოცულობაც გითხარით საკმაოდ სოლიდური თანხაა, ხო? შეეხება უშუალოდ ჯარიმის მოცულობა კანონმდებლობით განისაზღვრება, უბრალოდ წინა ჯარიმის ესე უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების წინა წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამომდინარე და პროცენტული მოცულობაც დადგენილია ესე იგი კანონის საფუძველზე მაქსიმალური არის 5% პირველ შემთხვევაში დარღვევის, მეორე შემთხვევაში 10%, თუმცა კონკურენციის სააგენტოს დისკრეციას წარმოადგენს რა მოცულობით იმ 5%-ის ფარგლებში რა მოცულობით დააკისროს ჯარიმა და შესაბამისად ამ შემთხვევაში ორივე კომპანიას ერთობლივად დაეკრისა 828,276 ლარი. კი ბატონო, მოდით დავიწყოთ არსიც გითხარით, აი ჩვენ ვახსენეთ თქვენ ახსენეთ რომ დომინანტური უფლების გამოყენება დაფიქსირდა, როგორ მოხდა მომართვა და საბოლოო ჯამში რა დადგინდა? კი ბატონო, მოკლედ კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს განცხადების საჩივრით მომართეს. ჯერ იყო განცხადება, რომელსაც ავტოიმპორტერთა ასოციაცია წარმოადგენდა, თუმცა მას მოყვა უკვე კონკრეტული ავტოიმპორტიორების ფიზიკური პირისა და იურიდიული პირის, ესე იგი ორი ადამიანის, ერთი იურიდიული პირის და მეორე ფიზიკური პირის საჩივრი არის შემოვიდა კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოში, რომლებიც უჩიოდნენ რუსთავის ავტობაზრობას პარკირებაზე. ესენი იყვნენ ავტოიმპორტერები, რომლებიც ავტომობილების რომლებსაც ჩამოყავდათ ავტომობილები მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით და ისინი რუსთავის ავტობაზრობაზე ახდენენ ავტომობილების პარკირებას. ანუ სარგებლობენ ავტობაზრობის ტერიტორიით, ხო? სარგებლობდნენ და შესაბამისად ავტობაზრობა მათ პარკირების საფასური გაუძვირა ერთხელ, გაუძვირა ორჯერ, გაორმაგდა ერთხელ, მე შემდეგ კიდევ გაორმაგდა, მათ ჰქონდათ როგორც აღმოჩნდა კომუნიკაცია საჩივრიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ნახეთ და მე მოკლევის პროცესშიც გაერკვა, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ავტობაზრობის ხელმძღვანელობასთან და ჰქონდათ სურვილი არა თლიანად ფასის ბოლომდე შემცირების, არამედ განახევრების, ანუ მათ უნდა ყოფილა ფასის განახევრება, როგორც საჩივარში იყო აღნიშნული, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, 240 კაციანი ხელმოწერა ავტოიმპორტერების 200 კაციანი ხელმოწერა
წერილი დოკუმენტი მათ წარუდგინეს ბაზრობის დირექციას და სთხოვეთ რომ შეხვედრა და შესაბამისად ფასის დაწევა, თუმცა ვერ მოხდა და შემდგომ ისინი იძულებული გახდნენ კონკურენციის და მომხმარებელთა უფლების დაცვის სააგენტოს მიემართათ როგორც თვითონ განაცხადეს და კონკურენციის და მომხმარებელთა უფლების დაცვის სააგენტომ დასაშობადობის ეტაპზე გონურული ეჭვის საფუძვლებით დაინახა განცხადებით საჩივრით მოგმართეს განცხადება უფრო ადრე იყო ზაფხულში საჩივარი იყო უკვე სექტემბრის ბოლოს 29 სექტემბერს და უკვე 14 ნოემბრიდან კონკურენციის და მომხმარებელთა უფლების დაცვის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა, თუმცა მოკვლევის პირველ ეტაპზე, რომელიც პირველი პერიოდი ჩვენ მოკვლევის განხორციელების 18 თვიანი ვადა მაქსიმალური, მაგრამ პირველი ეტაპი დაწყებიდან 6 თვეში ვღებულობთ გადაწყვეტილებას თუ სირთულის საქმე არის მაშინ ვღებულობთ ესე გადაწყვეტილებას ვადის თაობაზე. ამ შემთხვევაში პირველ 6 თვიან ვადაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რუსთავის ავტობაზრობასთან ერთად კონკურენციის და მომხმარებელთა უფლების დაცვის სააგენტოს მოკვლევის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაუჩნდა ეჭვი, გონურული ეჭვი, რომ პროცესში უნდა ჩართულიყო მიკადო ჯორჯიაც და ჩვენ ესე იგი კონკურენციის და მომხმარებელთა უფლების დაცვის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით მოკვლევის პროცესში ჩართო. ანუ მომართვა მიკადოსთან დაკავშირებით არ იყო, ხო? იყო მარტო რუსთავის ავტობაზრობასთან დაკავშირებით და მიკადო ეს უკვე მოკვლევის პროცესში დანახული იმ მასალების კვლევის შედეგებიდან გამომდინარე სააგენტომ უშუალოდ გააფართოვა ესე იგი მოკვლევის სუბიექტები და შესაბამისად ბაზარში მოკვლევის პროცესში ჩართო მიკადო ჯორჯიაც და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებაც როგორც გითხარით მიღებულია ორივე კომპანიასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ფასებთან მიმართებაში ანუ არასამართლიანად იზრდებოდა, საფუძველი არ არსებობდა პარკირების აქ ფასთან მიმართებაში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლების დაცვის სააგენტომ დაადგინა ის რომ ფასი იყო ჭარბი, ესე იგი ფასის მატება, რომელიც მაგალითად თავიდან გახდა 10 ლარი, ავტობაზრობის შემთხვევაში გახდა მე 15 ლარი, ხოლო მიკადო ჯორჯიას შემთხვევაში 5 ლარი, 10 ლარი და 15 ლარი, ეს ყველა ერთ შემთხვევაში 10 ლარი და 15 ლარი რუსთავის ავტობაზრობის შემთხვევაში და მიკადო ჯორჯიასთან შემთხვევაში 5, 10 და 15 ლარი ჩათვლილი იქნა როგორც ჭარბფასად, ესე იგი მიჩნეულია ჭარბფასად, ჭარბფასი ეს არის ესე იგი ხარჯებს პლუს მარჟა გამოკლებული იმ საბოლოო ფასს და შესაბამისად ეს ჩაითვალა ჭარბად, მაგრამ ჭარბი ფასი როგორც ასეთი თავისთავად არ არის კაუნტარღვევა, თუ რა თქმა უნდა ის არასამართლიანად მაღალი არ იქნება და სწორედ აქ კონკურენციის და მომხმარებელთა უფლების დაცვის სააგენტომ გამოიყენა ის ევროპაში აპრობირებული ფორმები, ესე იგი ტესტირებისა, რომელიც ორეტაპიანი ტესტისა, რომელიც პირველ ეტაპზე სწორედ სიჭარბეს ადგენს, არის სწორედ ჭარბი ფასი და მე შემდგომ ეტაპზე, ტესტის მეორე ეტაპზე, ის არის ორფაზიანი, პირველ ფაზაში ადგენს იმას, რომ ჭარბი ფასი არასამართლიანი არის თუ არა თავისთავად. ანუ ესე იგი თუ შესაძლებელია ჭარბი იყოს ფასი, მაგრამ მას კონდეს გამამართლებელი გარემოებები, ინვესტიციები და ბევრი სხვა მომენტები იყოს ისეთი განხორციელებული, შადებული, რომელიც უშუალოდ ესე იგი პირდაპირ ხარჯები იყოს გაწეული, რომელიც ამართლებდეს შეიძლება ამართლებდეს ამ ფასის სიჭარბეს. ამ შემთხვევაში არ მოხდა. ეს რა თქმა უნდა არ იყო და აქედან გამომდინარე ეს უკვე საკმარისი პირობა იყო იმისთვის, რომ კონკურენციის და მომხმარებელთა უფლების დაცვის სააგენტოს ჩაეთვალა, რომ უკვე არასამართლიანად მაღალი ფასი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ამ ტესტის მეორე ეტაპის მეორე ფაზასაც დააკვირდა და ესე იგი არასამართლიანი ფასი, არასამართლიანად მაღალი იყო თუ არა ფასი კონკურენტი კომპანიების ფასებთან მიმართებაში, აი ამის შესწავლას მოახდინა და იქაც დაადგინა, რომ ჭარბი იყო. კი ბატონო, კი ბატონო, თან გამოდის, რომ ამ ბაზრის მოთამაშეებს ავტოიმპორტერებს სხვა არჩევანი არც აქვთ, ხო? ადგილზე არის რა მომენტია, იცით, ეს არის როგორც ასეთი, იქ ამაზეც არის ჩვენ ნამსჯელი გვაქვს ძალიან დიდი გადაწყვეტილებაში, რაც შეეხება არჩევანის თემას, უბრალოდ შემდგომ ეტაპში ბაზარზე ჩნდებიან რამოდენიმე კონკურენტი კომპანიები ჩნდებიან, უფრო დაბალი ფასითაც ოპერირებენ ისინი, თუმცა იმდენად დიდია და იმდენად მაღალია ცნობადობა უშუალოდ რუსთავის ავტობაზრობისა, რომელიც ფაქტობრივად ბრენდია როგორც ასეთი და ავტოიმპორტიერები ახლა ჩვენი სურათის, როდესაც დავაკვირდით 21-22-23 წლების სურათს, დავინახეთ, რომ ფაქტობრივად მიუხედავად იმისა, რომ ფასების მატებას ჰქონდა ადგილი 23 წელს, მაგალითად რუსთავის ავტობაზრობისა და მიკადო ჯორჯიას მხრიდან, მათ ესე იგი მათ ტერიტორიაზე ავტოიმპორტერთა რაოდენობა არ შემცირებულა. უფრო აქ რაც შეეხება მე საუბრობ რუსთავის ავტობაზრობას და მიკადო ჯორჯიაზე, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ აქ ორი სხვადასხვა ბაზარი გვაქვს შესწავლილი. ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის ავტობაზრობა და მიკადო ჯორჯიას ერთიან ეკონომიკურ აგენტთან მიმართებაში ჩვენ გამოვიტანეთ გადაწყვეტილება, ჩვენ აქ ერთ შემთხვევაში რუსთავის ავტობაზრობის შემთხვევაში ჩვენ ესე იგი შევისწავლით ბაზარი განსაზღვროთ როგორც
როგორც ასეთი, ესე იგი საპარკინგე მომსახურების ესე იგი ავტომობილების რეალიზაციის მიზნით საპარკინგე მომსახურების შეთავაზების ბაზარი ერთ შემთხვევაში, ხოლო მეორე შემთხვევაში მიკადო ჯორჯიას შემთხვევაში ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ბაჟოს სატერმინალო მომსახურების ბაზარი. ანუ ბაზრები არის განსაზღვრული პროდუქციული საზღვრები არის ბაზრებში განსაზღვრული. კი ბატონო, აქ ამ ინფორმაციაში რაც გავრცელდა სააგენტოს მხრიდან აღნიშნული არის რომ სავალდებულო რეკომენდაცია გაიცა. ხო ესეც რომ განმარტოთ, ანუ ჯარიმის გარდა მათ დაევალათ ტარიფების კორექტირება თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი? მოგახსენებთ, აი რაც შეეხება ჯარიმის ნაწილს, ჯარიმასთან მიმართებაში მინდა ამოვწურო, აი ჯარიმას იკისრება სუბიექტ ჯარიმის დაგისრებასთან მიმართებით კონკურენციის და მომხრობეთა უფლებების დაცვის სააგენტოს აქვს სარეკომენდაციო ისე აქვს სახელმწიფო დოკუმენტი ჯარიმების შემუშავების პროცედურებთან დაკავშირებით და ამ რეკომენდაციები, ну, აქ გამსაზღვრელი არის ესე იგი იმის რა ქვია დარგვის სიმძიმე და ხანგრძლივობა, ზიანი, რა ზიანი და მიადგა ბაზარს და რამდენი იყო სარგებელი შესაბამისად მიღებული იმ ყენებული ზიანი. აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ყველა ამ ნიუანსის გათვალისწინებით ხდება საბოლოო ჯამში ჯარიმის დაგისება. რაც შეეხება უშუალოდ სავალდებულო რეკომენდაციას სააგენტომ ესე იგი მართალია სანქცია დააკისრა კომპანიას, მაგრამ ჩვენ რომ სხვა დარგვა მაგალითად მეშვიდე მუხლი რომელიც შეთანხმებულ ქმედებას გულისხმობს, შეთანხმებულ ქმედების შემთხვევაში ჩვენ როდესაც დარღვევას ვაფიქსირებთ პირდაპირ ვეუბნებით რომ თქვენ ეს კონკრეტული დარღვევა დაგიფიქსირდათ, ვაჯარიმებთ და ვეუბნებით რომ გამოასწორეთ. ანუ ის ხელშეკრულება უნდა შეწყვიტოს, ის ხელშეკრულება უნდა მოშალოს, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებშია, ან შეთანხმებულ ქმედების ფარგლებში მოხდა შესაბამისი დარღვევა. თუმცა დომინანტური მდგომარეობის ბროდად გამოყენების ნაწილში ჩვენ შეფასება გავაკეთეთ 2023 წელზე. 21, 22, 23 წელი და 23 წელთან მიმართებაში ჩვენ დავინახეთ რომ არასამართლიანად მაღალი იყო ტარიფი, თუმცა ეს არამხოლოდ არნიშნავს იმას რომ 24-ში და 25-ში შესწავლის გარეშე ჩვენ ვთქვათ რომ ფასია ეს ანუ ავტომატურად ვერ გავრცელდება. ვერ გავრცელდება იმაზე რომ ფასი თუ დასაწევია თვითონ უნდა განსაზღვროს და ნახოს მოსიგებდეს და კონკურენციის ორგანოს არ შეექმნას გონურული ეჭვის საფუძველი იმისი რომ ახალი შესწავლა დაიწყოს. რამე თუ მაგალითად 23 წელს თუ სიჭარბე დაუდგინდა და არასამართლად მაღალი ტარიფი დაუდგინდა, ფასი დაუდგინდა, ეს არამხოლოდ არნიშნავს 24-ში და 25-ში ერთმნიშვნელოვნად ცალსახად იმას რომ ამ შემთხვევაში იგივე იმიტომ შეიძლება ხარჯები იყოს სხვა იყოს და ამიტომ სხვა მოცემულებასთან კონდეს საქმე. ამიტომ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომელიც რეკომენდაციის საფუძველზეც ბაზრის ყველა სუბიექტს და ეს რეკომენდაცია ეხება არა მარტო ავტო ესე იგი მომსახურების ბაზარს, არასაპარკინგო მომსახურების ბაზარს, არასაბაჟო სატრანსპორტო მომსახურების ბაზარს, ავტო მომსახურების სფეროში, არამედ ეს ეხება ყველა დომინანტ კომპანიას ზოგადად, ეს ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც რეკომენდაციის ფარგლებში დომინანტი კომპანიამ უნდა წინასწარ განსაზღვროს და შეაფასოს კონკურენციის რისკები. ფაქტურად მან ფასის დადების პროცესში, ფასის ესე იგი დაფიქსირების პროცესში, ფიქსაციის პროცესში მან ფაქტურად გაითვალისწინოს ის, რომ არ იყოს სიჭარბე ისეთი, რომელიც არასამართლიანად მაღალ ფასად შეიძლება იყოს ემიჩნეული და აქ გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ აქცენტი გავუკეთეთ, რომ იმ ესე იგი მსჯელობების გათვალისწინებით, რომელიც მსჯელობებიც ამ გადაწყვეტილებაშია, ეს ეხება მსჯელობებს, რომელიც თავისთავად არასამართლიანად ფასს გულისხმობს, თავისთავად არ უნდა იყოს არასამართლიანი ფასი და მეორე, ესე იგი უნდა იყოს ფაქტურად კონკურენტ კომპანიებთან მიმართებაშიც არ უნდა იყოს არასამართლიანად მაღალი ფასი. ამ კომპონენტებს მიაქციის ყურადღება წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენციის ორგანო ნებისმიერ შემთხვევაში გონურული ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით შესაძლებელია დაიწყოს მოკვლევა. კი ბატონო და ბოლოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჯარიმასთან დაკავშირებით მიღებულია, თუმცა არის ვადა გასაჩივრებისთვის. ხომ აი რა იურიდიულად როგორ ხდება ახლა პროცესი? კონკურენციის და მომხრობეთა უფლებების დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებები საჩივრდება, ეს ჩვეულებრივად ის კონსტიტუციური უფლება სუბიექტების ამ შემთხვევაში ისინი ამას ასაჩივრებენ, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში აქვს ქალაქ თბილისის სასამართლოში, სახალხო სასამართლოში გასაჩივრების უფლება და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ჩერდება. ანუ რეალურად აღსრულების პროცესი მისი არ დადგება, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ანუ საქმეები ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს, რომელიც დასრულებულია, თუმცა გვაქვს მიმდინარე საქმეები, რომლებიც თუნდაც შარშან წინ არის მიღებული, მაგრამ დღემდე დაუსრულებელია სასამართლო დავების. ანუ ეს სამივე ინსტანცია უნდა გაიაროს შემდეგ, ამის უფლებაც არის, ხო ჩვეულებრივ. პირველ ინსტანციაზე დასრულებული საქმეები რამოდენიმე გვაქვს, თუმცა გადასულია შედარებით და
ასე რომ პროცესი გრძელდება. სანამ არ მივა ბოლო ინსტანციამდე შესაბამისად გადაწყვეტილება ანუ კანონიერ ძალას შესულად ვერ შეიძლება კი ბატონო და ჩვენ თითქმის აღარ გვაქვს დრო მაგრამ ერთი ნიუანსიც აღნიშნოთ და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რამდენად მნიშვნელოვანია რომ თავად ბიზნეს ოპერატორებმა ითანამშრომლონ შესწავლის პროცესში ხომ კონკურენციის სააგენტოსთან ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა როგორც ვიცი დაგჭირდათ დამატებითი ძალისხმევის მოიცით ჩვენ თანამშრომლობის პროცესში ფაქტურად 18 თვე მოვანდომეთ ამ საკითხის შესწავლას ერთ-ერთი ისეთი გადაწყვეტილება, ну ჩვენ ფაქტურად გადაწყვეტილებები 18 თვემდე თითქმის არ მიგვიყვება, ადრე ვასრულებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილება იყო და ამ გადაწყვეტილების პროცესში ფაქტურად გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორი იყო სწორედ ის, რომ 24 წლის ივლისიდან მოყოლებული 25 წლის იანვრის ბოლომდე ფაქტურად არ ითანამშრომლეს ინფორმაციის მოწოდების კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ ვითხოვდით ერთეულსაპარკინგ არქივზე დანახარჯების კალკულაციას. ეს არაფრით არ პირდაპირ ხარჯები რა იყო გაწეული და ეს არაფრით არ ჩაგვიშალეს. ამის გამო ჩვენ მოვახდინეთ კომპანიების დაჯარიმება კანონმდებლობა ითვალისწინებს ესე იგი ჯარიმას ამ შემთხვევაშიც ჯარიმა ესე იგი თუ არ ითანამშრომლობ ინფორმაციის მოუწოდებელობაზე ჯარიმა განმეორების შემთხვევაში კიდევ ჯარიმა იზრდება გაზრდა საბოლოო ჯამში 13,000-ით დაჯარიმდნენ პირველ შემთხვევაში არის მეწარმე სუბიექტებს ვაჯარიმებთ ინფორმაციის მოუწოდებელობას 3,000 ეს 3,000 არის დაჯარიმდნენ მე როცა განმეორებით ისევ ადამიანებსა და ვადაში ისევ არ მოგვაწოდეს კიდევ 5,000 დაჯარიმდნენ კიდევ იმის შემდეგ კიდევ არ მოგვაწოდეს და კიდევ 5,000 დაჯარიმდნენ ჯამში 13,000 და 13,000 თითოეული კომპანია ჯამში 26,000 ორივე რაც შეეხება ამის შემდგომ უკვე სასამართლოში შევიტანეთ საარჩელი და შესაბამისად სასამართლომ დაავალდებულა მოეწოდებინა ინფორმაცია ამ ასობაში ფაქტურად 6 თვე გავიდა ივლისიდან უკვე იანვრის ჩათვლით რა. კი ბატონო. დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის. წარმატებებს გისურვებთ. სლავა ფეტელავა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი და ჩვენ ვისაუბრეთ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით რუსთავის ავტობაზრობა კონკურენციის სააგენტომ 848,276 ლარით დააჯარიმა. რა გახდა ამის მიზეზი და საფუძველი სწორედ ეს თემა გავშალეთ. რუბრიკის ფარგლებში კი მომავალ კვირამდე გემშვიდობებით ნახვამდის.